Маш მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. მოგესმით ეს ჯადოსნური ხმები. ეს მე ვარ. აბა, როგორ ხართ? ვიცი ხა ძალიან ბევრი თქვენთაგანი თავს მაინც კარგად ვერ გრძნობთ, ეს ბუნებრივიც არის. თუ გაქვთ ეს შინაგანი შპოთვები, წუხილი, დარტი, რო არიცი რა გჭირს, ანუ ეს ბუნებრივი მოვლენა, არ ინერვიულოთ, გაგივლით, ყველაფერი დროებითია, ესეც გაივლის, როგორც მეფე სოლომონი იტყოდა. ეხლა შემოვიდა კითხვები, მომამზადე აგერ ფურცელი და პასტა და თვარის ორაკული მაქვს. სავსე მთვარის ორაკული. და ასევე the magic მაგიისგან შორს ვერ წავალთ, მაგია ყველაფერშია. The magic is life, ხო? ხო და ესეთი დავიღე და მოკლედ ვნახოთ ეხლა ამ წუთას თქვენთვის საინტერესო ადამიანი რა ენერგიებშია. ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი. ერთზე გავაკეთებ გაშლას, ეხლა არ დაგღლით, ესმის რომ ფსიქოემოციონალური მდგომარეობა, ვერ ხსნით რა გჭირთ, შეიძლება ზოგს ალები აქვს, სიტყვაზე ვიძახი, ზოგს ენერგიის გამოცვლა, ზოგმა არ იცით, აი რაღაცა გაწუხებთ, სიმძიმეა, ზოგს აერი არ ყოფნის, ზოგს შფოთვები აქვს, ზოგს საერთოდ, ანუ ვერ ხსნით, ხო? ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას, მაგრამ ეს რო იტყვიან, აი ესეთი არაადეკვატური, ამოვარდნილი სიტუაცია ყველას აქვს, იმიტომ რომ ფიზიკურ დონეზე განვიცდით ჩვენ ამ ყველაფერს, რაც მოქმედებს. თლიანად და მით უმეტეს აი ესეთ განსაკუთრებულ პერიოდებში, ხო? ნახოთ, ეხლა ამ წუთას რა ენერგიებშია ეს ადამიანი. ჯერ ესეთი კითხვაა. ერთზეა და ამიტომ ერთი ადამიანი ჩაიფიქრეთ. ეხლა ეს არის კოლექტიური, აი ესეთი ფსიქონერვოზული, აშლილი მდგომარეობიდან ამოვარდნილი, აი ესეთი სიტუაცია. თელ მსოფლიოში, ამიტომ ეს კოლექტიური, ხო, ნერვიული აშლილობა, მრისხანება, გაღიზიანება, ეს ყველაზე მოქმედებს, გადამდებია, ხო, გადამდებია ეს რეალურად. დღეს მაგალითად არაფრის გამო, აბსოლუტურად არაფრის გამო, მეზობელმა, ანუ არაფრის გამო, ჩემთვის ვიდექი უბრალოდ, აი შოკი იყო მართლა, ხო, თან მე რო ვიცი დღეს, ხო, რა დღეც არის და მეცინებოდა, აი ხმაც ვერ გავეცი და პასუხიც ვერ გავეცი, ანუ დაიწყო ჩხუბი. ანუ ვიღაცამ რაღაცა გადმოყარა და ეთყობა ეგონა რომ მე ვიყავი, ამ დროს მე ყოველთვის მზემ დავუდო პატივი და ვაკეთებ მზის პრაქტიკას დილაობით. და მით უმეტეს ამ დღეებში როცა არ იყო მზე და როგორც მზიშვილი, ну მზეს ასე ვთქვათ, ვეგებები, ვესალმები, მზის მისალმებას ვაკეთებ, ჩემს აფირმაციებს ვეუბნები, ვლოცულობ, ანუ ჩემ იმაში ვარ რა. და მშვიდობას ვითხოვ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად და წარმოიდგინეთ, აი ესე ვდგავარ. და ქვემოდან, ანუ აი რო იტყვი ჩასაფრებული და სახე დავინახე, ანუ ახალგაზრდა ქალია და უბრალოდ აი უარყოფითმა ემოციამ, აი სულ შეცვლილი იყო და იმ არსებას ვხედავდი, აი ვინც მებრძოდა და მადლობა ღმერთს, რომ მაგ ამის უნარი რო გავარჩიო. რატომაც ხდება ეს ყველაფერი და ვიცი და რატომ არის ეს ბრძოლები და მით უმეტეს პატიოსან მართალ ადამიანებზე. მადლობა ღმერთს ამ ბრძოლისთვის, ანუ რო იტყვიან, უნდა და ბოროტს რო გავე
შეურაცხყოფაც მომაყენა. წარმოგიდგენიათ. რაღაც ისეთი სიტყვები მთლიშა და მე ვიცინოდი, ესე გაღიმებული და ესე უთხარი ძალიან სხვათა შორის გვერდით корпуში მეზობლებს გაუგიათ იმის კივილი, იმ ქალბატონის ისტორიჩკასი და მე იმ გოგომ დამიძახა და შენო საერთოდ ემოცია არ ქონდაო, რეაქცია არ ქონდაო, ხალი გლანძღავდაო, ანუ რაღაც სიტყვები გითხრაო და მეთქი რას ვიზავთ, ხო არ დაუწყებდი ხე იმასაც ახსნას. ხო და აი ესეთ მდგომარეობაში ხო ხა ყველა აღმოჩენილ ვართ, ხო? მესმის კომიკურია, ჩემთვის კომიკურია, იმიტომ რომ აი ეგრევე ჩემი თავი ხელში ავიყვანე და ყველა შენი მეთქი გადმონთხეული, აი ესეთი აუღელვებელი ხმით და ტემბრით, ყველა შენი გადმონთხეული ნეგატივი შენმე უკან გიბრუნებ, მეთქი არ ვღებულობ, მორჩა, ანუ ეს ვთქვი თუ არა. ანუ არც ეს მოდა იმას, იმიტომ რომ ისე იყო იმ თავის იმაში რა აგრესიაში ჩაძირული და უნდოდა რომ ეს გადმოენთხია და მე ხო არ მივიღე ეს ახლა ენერგეტიკულად, ხო? და მე ხო არ მივიღე მისი ნაგავი, ხო? და ეგრევე შევარდა. აი ნუ იცით რა არის, დამკვირვებლის პოზიციაში უნდა დააყენოთ ხოლმე თავხშირ შემთხვევაში. ანუ აი გვერდზე ხო ვიყავი, ხა მე პერსონაჟი number 1 თავარ როლის შემსრულებელი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც აი მეთქი გვერდულად შევხედე რა სიტუაციას, ჩემი თავი დავიდუმე და მით უმეტეს როცა აკეთებ მზის პრაქტიკას, ესალმები მზეს, სამყაროს, ანუ აი ბუნების ძალებთან გაქვს ხო ურთიერთობა და შვიდობას ითხოვ ხო ყველასთვის. და უკვე დიდი ხანია ვაკეთებ ამას. და ამ დროს იცი რომ აი როცა ლოცულობ, როცა მშვიდობას ითხოვ, ყველასთვის კარგი გინდა ჩემს ირგვლივ ყველა დალოცე. ანუ მთელი გულით აკეთებ ამას, ხო? მე არავინ არ მთხოვს და რაღაც აჩუკებს არ ვიწერ. ამისთვის, ხო? მე გულიდან რაც მომდის, იმას ვეუბნები და აი ბოროტი მოკლედ, აი საიდან ამოხტება ჯვარი გვწერია, კაცმა არ იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ბრძოლა. ამიტომ სიმშვიდის ეშინია. ყველაზე მეტად შენ რო ესე იგი ვერ გამოგიყვანს მდგომარეობიდან, აი ესეთი გაღიმებული, მეთქი ჩემზე არ მოქმედებს, გენაცვალე, მეთქი შენი სიტყვები და შენვე გიბრუნებ, მაგ შენ გადმოთხეულ ნეგატივს და ჭუჭხს თქო და აი შევარდა ეგრევე, თაგვივით. შეძურა ეგრევე შეყო თავი. აი მაგალითი ცოცხალი მაგალითი დღეს, ხო? მოკლედ, ამაზე მეტი განსაცდელი არ მოგცეს ღმერთმა. ყველას ამას უსურვებ და ეს უბრალოდ მოვყევი ჩემი დღევანდელი დაბნელების ბრჭყალებში სიტუაცია და ვნახოთ აბა რა ენერგიებში ის ადამიანი და ეს ზოგადად ყველა ასეა ფსიქოემოციონალური ფონი არის ძალიან დატვირთული დღეს და დამძიმებული. ჩაიფიქრეთ რა ენერგიებშია დღეს ის ადამიანი. აი ნახეთ ახლა აი რა ვქნა რა გითხრათ ადამიანი რომელიც ემოციონალურად არის ზაშკალივეთ როგორ თქვა ემოციონალური ფონი აქ არის გულის პრობლემა არ ვიცი ხლა აქ თუ არა გულის პრობლემა მაგრამ პირადს ეხება, სამკუთხედს ეხება, ბევრ რამეს ეხება, საჯარო გაშლა და ერთი კარტი ნიშნავს უამრავ რამეს, თან უნდა იცოდე, ხო, რა, სად, როგორ, ეს ყველაფერი თან ინტუიციაც უნდა გქონდეს, ხო, ამას რო აკეთებ. მაგრამ თვითონ არის გაურკვეველ მდგომარეობაში. პირველ რიგში გაცეცხლებულიც არის პარალელურად, ემოცია აქვს მომძლავრებული, თან გამწარებულია და თან სხვა შეწირული, ანუ ადამიანი, რომელიც აი
თავის სიტუაციას, თავის მდგომარეობას შეეწირა მისი ნებით, გამოუვალე მდგომარეობა და ვერ პოულობს გამოსავალს, აი ეს არის. აი ესეთი ენერგიები არის ახლა იმ ადამიანთან, ვინც ჩაიფიქრეთ და მაგიის კარტი რას ნიშნავს? მოქმედება, მაგრამ ჯერ არა. იმიტომ რომ აი ახლა ამ აწყოდროში აი ესეთი სიტუაცია. დავიხმაროთ მაშინ სავსემთვარის ორაკული. ვინც ჩაიფიქრეთ ახლა თქვენ და ვინც მიყურებთ და აქ ხართ შემოსულები. ზოგადად ის ადამიანი რა ენერგიებშია ახლა. ვახ. უფრო კარგად გამცა ამან პასუხი და რატომ ხა გეტყვით. მთლიანობაში ამოდის თავდაცვის კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვაში ანუ თავდაცვის პოზიციაში იგდებს თავს, მაგრამ აქ არის ქალი. აი ესეთი ჯადოქარი, შეიძლება ითქვას, მაგიც რო ამოვიდა, რაღაც მაგიას აქ ადგილი ან ქალია, ვინც მოაჯადოვა, რომ იტყვიან სიყვარულის ნექტარით დაატკბო, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ენერგეტიკულ ფონზე და აგერ სავსემთვარიან ეხლა აკეთებს, იმიტომ რომ სავსემთვარის დროს აი მათი დღეა, ხო? რიტუალების მაგიური, თან შავი მაგიური და სასიყვარულო და თან შრომობს, რაც მთავარია, შრომობს რას ნიშნავს ახლა ამ შემთხვევაში, რომ დიდი ხანია, ანუ მუშაობს აი ამ სიტუაციაზე და ამ ადამიანს აი მირაჟ ნახეთ და მასკარად, ანუ თვითონ ეს არსება, ვინც ასე იქცევა, აი ნიღბით გამოვიდა, ნახეთ. ადამიანი, რომელიც აი მასკარადს უწყობს, ანუ ეთვალთ მაქცება. აჩვენებს, რომ იმას არა რაც არის, ანუ აბსოლუტურად სხვანაირად და რა თქმა უნდა, მოქმედებს მაგია, მისი შელოცვილი, ჩაპუტპუტებული და რა ვიცი, კიდე ჩანთხეული რა. და ეს ადამიანი როგორც მირაში ისე ცხოვრობს. ნუ არ ვიცი ხა თქვენ თვის ეს რეზონირდა თუ არა, მაგრამ ეხა ესეთი დღე არის, ვიცით, ეს არის უფრო რა თქმა უნდა ბნელი ძალების და ნუ ნეგატიური დღეა იმ ხრივ, რომ ამ დროს არის აი ეს თავდასხმები რა, მე როგორც ეხა დღეს მაგალითად აი ესე მოულოდნელად დამესხნენ თუ მაგას თავდასხმა ქვია. ხო და კეთილსა და ბოროტს შორის არის ბრძოლა. ეს ორი მხარე, ეს ორი ენერგია, ნახეთ მეტაფიზიკურად ყოველთვის გვერდ დგანან. არ იქნებოდა ბნელი თუ არ იქნებოდა ნათელი, არ იქნებოდა ღამე თუ არ იქნებოდა დღე და მოკლედ არ იქნებოდა მთვარე თუ არ იქნებოდა მზე. ანუ რაღაც აი ესეთი დუალისტურია ეს სამყარო მეტაფიზიკურად. ხსნი ამას ეს ორი ენერგია ყოველთვის ერთად იყვნენ, ერთად ძოვდნენ. ასე ჩაიფიქრა შემოქმედმა, მაგრამ საქმე რა შეეცით, ანუ დაბალანსებული იყო. იმიტომ რაღაც მომენტში აი ნახეთ შენ გახარ მცხუნვარე მზის ქვეშ, ხო? რომ წარმოიდგინო და იმ ყველაფერს რაც დგას მცხუნვარე მზის ქვეშ, იგივე ხე, იგივე ბუჩქი, იგივე თუნდაც ყვავილი, ფოთოლი, რაღაც, ხო? საგანი ან ესეთი მცენარე ან ცოცხალი არსება სიტყვაზე ვიტყვი, ყველაფერს აქვს ჩრდილი. შენც კი გაქვს შენი ჩრდილი, ნახე მეორე მხარე. აი ამაზეა საუბარი. მაგრამ ეს ყველაფერი იყო დაბალანსებული სამყაროში, მაგრამ ნახეთ, უკვე კაი ხანია ეს ბალანსი დაარღვიეს ბნელებმა. საქმეც მაგაშია, მაგიტომ განვიცდით ნათელი სულის ადამიანები ამ
ბალანსის დარღვევას და გადამეტებას და სამყაროს კანონების უგულებელყოფას და ესე დიდ ბოროტებაში ჩაძირვას ვეღარ იტევს დედამიწა, ვეღარ იტევს სამყარო და აი ამ კანონების დარღვევის გამო ხდება ეხლა ეს ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. გვინდა თუ არ გვინდა. რომ ისევ, ანუ ქაოსი რა, რომ ისევ ყველაფერი დაალაგდეს და დაბალანსდეს და ისევ მოვიდეს ის ოქროს ხანა. ის ბედნიერი დღეები, ცხოვრება, რაც გქონდა ჩვენ. იმეც ვიქონიებ, რომ მოვესწრებით და ზოგადად რას ფიქრობს ეს ადამიანი? აი ყველაფერზე, მარტო თქვენზე არა. მოდით ვკითხოთ საერთოდ აი მისი ფიქრები რით არის დაკავებული აი ამ ადამიანის, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ. აი უბრალოდ ხო ინტერესის დონეზე, აი საერთოდ რაზე ფიქრობს? ოჰო. It's magic, რო იტყვიან, ნახეთ. ნუ ჯერ ერთი მაჩვენებენ იმას, რომ ამ ადამიანს ესე იგი ეხლა ეს სავსე მთვარე, მზის დაბნელება, მთვარის ფაზების ცვალებადობა, როგორც არის მთვარე, ხო, ფაზების მიხედვით, ხან აღმავალია, ხან დაღმავალი, ეს ყველაფერი ხო მაგიურია, ეს ყველაფერი ეკუთვნის იმ პატუსტარონი, ანუ ფიზიკური სამყაროს იქეთ, ანუ რას ამბობენ, მედიუმობას ეძახიან, ანუ მიცვალებულთან იქ იმ სამყაროში გაღმა, გასვლას, ხო? კავშირს, კონტაქტს, ინტუიციას, აი ყველაფერი, მაგრამ ასევე ნახეთ ფსიქოემოციონალური ფონია ეს. ეს არის ისტერია, ეს არის როცა ნერვებზე ხარ, რო ამბობენ, აი ნერვებზე ვარ, ფრაზა ხო არის. ეს არის როცა გაღიზიანებული ხარ, როცა აი შინაგანად ვიძახი, აი შინაგანი ბრძოლები, აი რო გაქვს აი ეს მომენტია და ამოდის მაგიის კარტი. ანუ რას ნიშნავს, რომ მაგიური ზეგავლენის მაინც ამოვიდა, რა ვქნა. არ მინდოდა, მაგრამ ეხლა რაც არის ვიძახი. არის ეს ადამიანი და ვერ არის სტაბილურად იქ, სადაც არის ოჯახია, სადაც ცხოვრობს, accommodation, საცხოვრებელი ადგილი, ვერ არის. აღდგენა კი ამოდის, მაგრამ ნახეთ, the judgment ნიშნავს ეხლა აი ამ სიტუაციაში, ხო? განკითხვა. ვიში სულ, ანუ ნახეთ, უმაღლესი უზენაესი სასამართლო, ანუ განიხილება მისი ცხოვრების აი ეს სიტუაციები, ეტაპები. ჩვენი ყველასი და მით უმეტეს ამისი და ძალიან დიდი კრიზისი აქვს, არა მარტო ეკონომიური, სულიერი კრიზისი. აი თითქოს ავათრო ადამიანი და საჭიროებს დახმარებას, რომ უკიდო ხელი გაიყვანო, დაეხმარო. გამოცლილია, იმიტომ რომ იმ ხელა დიდი ემოციონალური ფონი აქვს, იმ მაგიური დარტყმის შედეგად, იმ რა ვიცი რის და ეს კარმული ცხოვრებაც არის ერთის მხრივ. ხა მე საჯარო გაშლა და არ ვიცი რა ცხოვრები ცხოვრობს და ვინ არის ეს ადამიანი და ვიზევშლი საერთოდ, მაგრამ ამ ინფორმაციიდან გამომდინარე და თან ესეთი ღამეა, მაგიური ღამეა და მოდის ესეთი ინფორმაცია. მაშინ რას გირჩევდათ თქვენ ეხლა? აი ამ მომენტში, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს და არ აქვს მნიშვნელობა, როდის შემოხვა. რაც გირჩევდათ თქვენ სამყარო. ой, გამოვარდა კარტი. აქ გზაზე მიმანიშნებენ, მე ახლა არ ვიცი რა ხდება. ნახეთ, ბნელი ძალების დემონსტრირება. აშკარად ეხა რაც არის. გასაგებია, მაგრამ გზა, შეიძლება გზაზე გინდათ წასვლა, ან ეს თქვენი ცხოვრების გზა, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და ეს მალე მოხდება, აქტიურობის კარტია. ასევე კაი ხანია, რომ ლოდინი გაქვთ თუ ელოდებით თუ ამ გზიდან ინფორმაციას იგებთ.
ეს კიდე ცალკე საკითხავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მანძილი ჩანს, გზა ჩანს, თქვენი ლოდინი, თქვენი ფიქრი აი ჯერჯერობით, ნახეთ, პოზიციების დაცვა, იყურებით ჯერ. ანუ ამ წუთას კი არ მიდიხართ და ეხლა კი არ მიდიხართ, სიტუაციას ელოდებით, მოვლენას ელოდებით, აი როდის ტკიპზე ხარ, მოლოდინის რეჟიმში ხარ, როდის წახვალ და გზა ყველა ვარიანტში ამოდის. მე არ ვიცი, ხლა ამ ადამიანთან მიდიხარ, სხვაგან გაქვს სადმე გზა, თუ შენი ცხოვრების გზა, მაგრამ მიდიხარ და კითხოთ სავსე მთვარის ორაკულს. რჩევა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, აი ეს ამოხდა თვითონ და აქ ეს არის მხედარი ადამიანი, რომელიც არის მებრძოლი, საბრძოლო აღჭურვილებით და არის ანუ ნახეთ რაღაცა საბრძოლო სიტუაციაა. მებრძოლი ადამიანი, აი ბრძოლის ველზე, აღჭურვილი, ხო? იუნიფორმით, ყველაფრით. აი იბრძოლე. ან საბრძოლო სიტუაცია და ანუ შენც ამოხვედი აქ როგორც მებრძოლი ქალი და ისიც ამოვიდა როგორც მებრძოლი კაცი, ანუ რაღაცა ბრძოლაა გესმის. და ეს არის რაღაცის შეცვლა და ანუ როგორი რამეა იცი, აი გინდა შეცვალო შენი ცხოვრება, თან უნდა იბრძოლო, თან ბრძოლას აქვს ადგილი თქვენ შორის თუ საერთოდ თლიანობაში. მაგრამ რჩევა ასეთია, იბრძოლე, ყველა ვარიანტში უნდა იბრძოლო და როგორც მხედარი, მებრძოლი, ისე უნდა იდგე შენი ცხოვრების ასაშენებლად, სწორედ სიტყვაა. შენი ცხოვრების შესაქმნელად. იმიტომ რომ ეს არის ბუდე. ცვლილება, ნახე, წყვილი და შვილი, ანუ ოჯახზე აქვს საუბარი. გამრავლებაზე, სტაბილურობაზე, ერთ ბუდეზე, ერთი accommodation საცხოვრებელი ადგილის შექმნაზე. ანუ აი ბრძოლა მოგიწევს, მაგრამ საბოლოოდ ცვლილება იქნება. მე არ ვიცი ხა როდის იქნება ეს ცვლილება, ვნახოთ აბა. მაშინ მალე იქნება ეს ცვლილება. სავსე მთვარის ორაკულს ვეკითხები. ეს ცვლილება მალე იქნება? კი ბატონო, მალე იქნება. ჰაერის სტიქია. ჯერჯერობით ჩაკეტილია ყველაფერიო, ნახეთ, ჩაკეტილია ყველაფერიო, მაგრამ ცვლილება იქნება, აქ ამოდის თვითონ სამყარო, კოსმოსი, პლანეტარული განლაგება, რო იტყვიან, ესეც ყველაფერი ხო ზემოდან ხდება და მერე ქვემოთ მატერიალიზდება და პლუს შეიძლება ითქვას თქვენს აი თქვენ რამდენად ამ თქვენ ჩანაფიქრს, ამ თქვენ სურვილს ზეცას მიაწვდით, აი თქვენი მოქმედებით, თქვენი ფიქრებით, თქვენი განზრახვებით. ნახე, აფირმაცია, შელოცვა, ლოცვები, მედიტაციები, ანუ ფიქრები პირველ რიგში და სიტყვა ვერბალური, ანუ the verb, ანუ რომ საუბრობ, სიტყვებს დააკვირდი, იმიტომ რომ ჰაერის სტიქი ამოვიდა. ჰაერის სტიქი არა არის, ხო, ჩვენი საუბარი. იმიტომ რომ აი ამ საუბარს დამაჯერებლად საუბარს აქვს მნიშვნელობა, ხა მე ვიბნევი ხოლმე და სხვადასხვა სიტყვები მომდის, ანუ სხვადასხვა ენების სიტყვები მომდის თავში, მაგრამ მე თარგმნი. ყოველ შემთხვევაში მავიწყდება ხოლმე რა და ანუ მახსენდება სხვადასხვა სიტყვები, მაგრამ მე მგონი გესმით, ხო? აი, აქ ზუსტად ეს არის თქვენი განზრახვა. ეს უსასრულობის ნიშანი, ანუ
ის რაც გაქვთ, რაც გიკეტავთ რეალურად თქვენ ცხოვრებას, თქვენ სიტუაციას, ამ ადამიანთან ურთიერთობას, ვიცით ახლა ხო, მაგიური ჩარევა, რაღაც ნეგატივი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ჩაკეტვა რატომ არის, აი ტუპიკ, ეს ნიშნავს, რომ აი მიდიხარ გზა და იქ გადაკეტილია. რატო ამ მთლიანობაში რო გეკეტებათ ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ აქ ჭირდება ცოდნა. ეს არის სამყაროსეული ცოდნა, არა, ეხა ისე ცოდნაზეც არ არის ცუდი, თუ ისე ცოდნა შეიძენთ, რა თქმა უნდა. თქვენ თავზე თუ იმუშავებთ და აიმაღლებთ თქვენს ინტელექტუალიზმს, მშვენიერია. წიგნების კითხვა გადასარევია. ცოდნა ეს ნიშნავს, რომ შენ ნათდები ნელ-ნელა. უცოდინარობაა სიბნელე. ხო და აქ ყველაფერი არის ანუ სეციურ კოსმოსთან, galaktikebtan, პლანეტებთან, ციურ ვარსკვლავებთან, იგივე ამ მთვარესთან ურთიერთობა, ხო? ნუ ღმერთთან. აბა რა არის? ჰაერისტიკია, ხო? ჰაერისტიკია შეიძლება იყოს ეთერიც. ნახე, ეთერი. და ეთერი ხარ შენ. პირველად იყო სიტყვა. და სიტყვა იყო ღმერთის. შენ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, შენს განზრახვას, შენს ფიქრს. პირველად მოდის ფიქრი და მერე ეს უკვე შენი პირიდან რაც გამოდის, ის არის მნიშვნელოვანი. რა შედის, ის არაო, რა გამოდისო და ნახეთ, რა უნდა გამოვიდეს შენი პირიდან, ანუ სიტყვა უნდა გამოვიდეს. შენი განზრახვა, დამაჯერებლად რაც გინდა, ანუ დარწმუნებულად რომ გააჟღერო და ამას შეისმენს და გაგეხსნება ის ჩაკეტილობა, ის ტუპიკი იხსნება. გესმის ის რაღაცა შენი ცხოვრების გზა ხო ამოვიდა თავიდან ტაროში. ანუ გეხსნება და აი გაგხსნოდეთ ცხოვრება, ბედი და ყველას თუ ვინმეს რამე კრულს ვეძახიმე შეკრულობას თუ რამე ესეთი გაქვთ, აი დღევანდელ დღეს გისურვებთ რომ გაგეხსნათ და თქვენი, ანუ პირველ რიგში თქვენი მოქმედება და მონდომება არის მთავარი და აუცილებელი აქ. მოკლედ, ეხლა დროებით შემოკარგებო გემშვიდობებით ღმერთმა მშვიდობიანი დღე და ღამე მოგცეთ და გაგითენოთ. თუ ღამეა გაგითენოთ მშვიდობიანი დილა, თუ დღეა ბედნიერი დღე ქონოდეთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის თქვენი ლაიქები მნიშვნელოვანია, მომწერეთ და დამილაიქეთ. ეს ენერგო გაცვლა ეხმარება არხს განვითარებისთვის და რა ვიცი, თუ გექნებათ კიდე კითხვები, აგერ ვარ და აუცილებლად გავაკეთებ თქვენთვის საჯარო ვიდეო გაშლას. აბა თქვენიც დროებით.